თელავის ქუჩები ქვებით, დაყარი ლოდებითა და ტალახის მასითაა დაფარული. ამოქმედა საგანგებო შტაბი და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ზარალის აღწერა ამის შემდეგ დაიწყება. საფრთხის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად მსჯელობენ მიზეზებზე. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ უმძიმესი ვითარება გარემოზე ხელოვნური ჩარევის შედეგია. საუბრობენ, რომ თელავის მერია ბოლო პერიოდში უკონტროლო მშენებლობებზე გასცემს ნებართვებს. ჯგუფური ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათგან 3 წარსულში ნასამართლევი და პირობითი მჟავრის ქვეშ მყოფია. გამოძიების ცნობით სხვადასხვა დროს მათ თბილისის აფთიაქებიდან და მაღაზიებიდან 14,000 ლარის პროდუქცია გაიტაცეს. ერთ-ერთმა კი მოპედებიც მოიპარა. უკრაინამ აზოვის ზღვაში 10 რუსულ ტანკერსა და 4 ბორანს დაარტყა. გენშტაბის ცნობით აღნიშნულ ტანკერებს რუსეთი ნავთობის უკანონო ტრანსპორტირებისთვის იყენებდა და სანქციებს გვერდს უვლიდა. ბორნები კი უშუალოდ რუსული არმიის მომარაგებას უსწრუნველყოფდნენ. მედავტოვე ინსტრუქციები, თუ რამე დამემართება, მათ ისეთ დონეზე დაბომბავენ, რაც მანამდე არავის უნახავს. აცხადებს ტრამპი ირანიდან მომდინარე მუქარების პასუხად. პარალელურად განახლდა საომარი მოქმედებები. თეირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა და სპარსეთის ყურეში ამერიკის სამხედრო ობიექტები დაბომბა. ამერიკამ კი იერიშები მიიტანა ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე.